გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დედა პროკურატურასთან აქციას მართავს. სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ბრალის საქმის ჩაფარცხვის მიზნით დაუმძინეს. როგორც ის ამბობს, დემეტრე ჩიქოვანი მკვლელობის ღამეს დანაშაულის ადგილას არ ყოფილა. დედა შვილისთვის ბრალდების მოხსნას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პროკურატურასთან კი შიმშილობის დაწყებას აანონსებს. რუსეთი აზოვის ზღვაში ოკუპირებული მარიუპოლი ბათუმის საკრუიზო მარშრუტის აღდგენას განიხილავს. კრემლის პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას სამთავრობო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე უკრაინული ქალაქი მარიუპოლი 2022 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ინფორმაციით რამზან კადიროვის შვილი გონსმოვიდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადამ კადიროვის მოსკოვში ჰოსპიტალიზაციის შესახებ არაფერს ამბობს არც ჩეჩნეთის სახელმწიფო მედია და არც მათი ინფორმაციის მინისტრი. თუმცა ფლაირადარის მონაცემებით გვიან ღამით ნუკოვოს აეროპორტში რამზან კადიროვისა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი დაჯდა, რომელსაც დაშავებულების ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. აიათოლა ალი ხამენეიმ დონალდ ტრამპი დამნაშავედ გამოაცხადა. მისი თქმით, ის რაც ირანში ხდება ამერიკული ამბოხია და ამერიკაში დაიგეგმა. ჩვენ ტრამპს დამნაშავედ მივიჩნევთ იმ მსხვერპლის, ზარალისა და ცილის წამებისთვის, რომელიც მან ირანელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა, ამბობს ხამენეი.